ეზოტერული დაკვირვებები კარმიულ კანონზომიერებებზე ცხოვრება გარდაცვალების შემდეგ. 3 ლექცია წაკითხული პარიზში 1924 წელი. ახლა ვკითხულობთ მე-3 ლექციას. ჩვენ ვილაპარაკეთ ცხოვრებაზე გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. და ამასთან დაკავშირებით აღნიშნეთ, რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანს აღიქვამს ზემიწიერი სამყარო. ეს ის სამყაროა, რომელიც დედამიწაზე მხოლოდ თავისი ნიშნების მეშვეობით გვეცხადება, რამე თუ ციური მნათობები მართლაც მინიშნება იმ სხვა სამყაროსი. და როდესაც ჩვენ მივუთითებთ ამ ნიშნებზე, ამით ფაქტიურად ვუთითებთ იმ სულიერ სამყაროებზე, რომლებსაც შემდგომში თავადვე ვაკვირდებით გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ცხოვრების პერიოდში. წინა შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ შედის ადამიანი მთვარის, მერკურის, ვენერას სფეროებში და ბოლოს მზის სფეროს განხილვა შეუდექით. ამასთან ერთად მე ისიც განვმარტეთ თუ როგორ მიიღწევა ხელდასხმის შემეცნების წყალობით შესაბამისი სულიერი სამყაროების ცოდნა. თუკი სულიერი სამყაროს ნათელმხილველური ჭვრეტის უნარს ჩემს წიგნებში აღწერილი მეთოდების მეშვეობით შევიძენთ, მაშინ უპირველესად შესაძლებლობა მოგვეცემა ერთიან ვრცელ პანორამაში მიმოვიხილოთ ადამიანის მიწიერი ცხოვრება. ჩვენ გავჭრეთ ამ ცხოვრებას ჩვენი ადრეული ბავშვობის, ჩვენი პირველი 7 წლეულის გამჭოლ. ამგვარი ჭვრეტისას ჩვენს წინაშე ილანდება მთვარის სფეროს იდუმალებანი. შემდეგ, როდესაც ჭვრეთ ტკბილების ცვლის პერიოდს სქესობრივ სიმწიფემდე, ადამიანის ცხოვრების ამ მეორე 7 წლეულიდან ჩვენსკენ მოსჭვივის მერკურის სფეროს იდუმალებები. 14-დან 21 წლამდე ადამიანის სქესობრივი მომწიფების დასრულებისას დგება ის პერიოდი, რომლის გამჭოლ ნათელმხილველი ვენერას სფეროს იდუმალებებს წვდება. ხოლო როდესაც უკვე საკმაოდ მოწიფული ადამიანი ნათელმხილველურ მზერას მიაპყრობს დაღმავალი ფაზის წინა პერიოდს 21-დან 42 წლამდე, ანუ ადამიანის ცხოვრების სიმწიფის ხანას, მის წინაშე ცხადდება მზის სფეროს იდუმალებები. როგორც გუშინ ითქვა, ამ იდუმალებათა არსის გახლავთ, რომ აღნიშნულ მზის სფეროში მიწიერი ბუნების სამყაროს უდნავი ნიშანიც არსად სუფევს. მზის სფეროში არ არსებობს ყოველივე ის, რასაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც მიწიერი სფეროსთვის ნიშანდობლივ მიზეზ შედეგობრიობას. როდესაც მთვარის, მერკურის, ვენერას სფეროებს გავლის შემდეგ მზის სფეროში შევდივართ, პირველი რასაც ვხედავთ, არის ის, რომ ჩვენ ირგვლივ არაფერია ისეთი მიწიერზე, მიწიერ ბუნებასა და წარმომავლობაზე, რომ მიგვანიშნებდეს. ჩვენს წინაშეა მხოლოდ მორალურ მშვინვიერი ზემოქმედებანი. ყოველივე იმას, რასაც სიკეთე ჰქვია, აქ თავისი შესაბამისი კეთილი შედეგები აქვს. ბოროტი კი ამ დროისთვის უკვე კარგი ხნის ჩამოცილებულია და მთვარის სფეროზეა დატოვებული. მზის სფეროში მხოლოდ წმინდად კეთილი, ნათელი, სხივმფენი სიკეთე სუფევს. აქ არავითარ ბოროტებას არ აქვს ადგილი და ჩვენ, როგორც ადამიანებმა, უნდა განვიცადოთ ეს მზიური არსებობა ხშირ შემთხვევაში 100 წლეულების მანძილზე რომ გრძელდება. რამე თუ გარდაცვალებას და ხელახალ დაბადებას შორის ცხოვრებაში დრო შეიძლება ითქვას, რამდენადმე უფრო გაზვიადებულია ვიდრე აქ დედამიწაზე. მზის სფეროში ჩვენ ვიმყოფებით არა მარტო იმ სამშვინველთა გარემოცვაში, რომლებმაც გაიარეს სიკვდილის კარი და ჩვენთან ერთდროულად შეაბიჯეს სულიერ სამყაროში და ასევე არა მარტო იმ სულებთან ერთად, ვისთანაც კარმულად ვიყავით დაკავშირებული. არამედ მზის სფეროში შესვლით ჩვენ ფორმის სულების, ძრაობის სულების და სიბრძნის სულების რეგიონში შევდივართ. ეს წმინდა სულიერი არსებებია, ხოლო რასაც ჩვენ მზის სფეროში აღვიქვამთ როგორც გარემომცველ მორალურ სამყაროს, ამ არსებებს განეკუთვნება ისევე როგორც მინერალური, მცენარეული და ცხოველური სამყარო ეკუთვნის დედამიწის არსებებს.
რათა ჩავწვდეთ ადამიანის სამშვენველის ცხოვრებას მზის სფეროში, საჭიროა გავაცნობიეროთ შემდეგი. აქ დედამიწაზე ჩვენ, როგორც ადამიანები, სივრცობრივად ერთგვარად შეზღუდული ვართ ჩვენი კანით, როგორც ითქვიან, საკუთარ კანში ვართ გამომწყდეული და სამყაროს ვჭვრეთ იქიდან. იქიდან, რაც ჩვენი კანის შიგან იმყოფება. მზის სფეროში ცხოვრებისას კი ყოველივე ის, რასაც სამყაროს ვუწოდებთ, ჩვენ შიგნითაა მოქცეული. მთვარე ჩვენშია და არა ჩვენ გარეთ. მერკურის და თავად მზეც მზის სფერო მთელი თავისი შემოგარენით ჩვენშია და არა ჩვენ გარეთ. დედამიწაზე ჩვენ განვასხვავებთ ადამიანის თავს მისი დანარჩენი სხეულისგან. ჩვენ ვიცით, რომ თავი იმისთვის, რათა მას სათანადოდ ემუშავა, უნდა განკერძოებულიყო დანარჩენი სხეულისგან. ამდენად, თავი უფრო სხვაგვარად უნდა ყოფილიყო ფორმირებული, ვიდრე დანარჩენი სხეული. ზუსტად ასევე მზის სფეროში ჩვენ ვიცით, რომ ვფლობთ კოსმიურ ორგანიზმს, რომელიც როგორც თავის კუთვნილს ატარებს მთვარის არსს, მერკურის არსს, ვენერას არსს, მზის არსს, მაგრამ ამასთან ერთად იქ ჩვენ გვაქვს ისეთივე განსაკუთრებული რაღაც, როგორც დედამიწაზე გვქონდა თავი. მზის ყოფიერებაში ამ განსაკუთრებულს ჩვენში შეადგენს მარსი, იუპიტერი და სატურნი. აღნიშნულ სფეროში ისინი ჩვენში იმავე ფუნქციას ასრულებენ, რასაც თავი მიწიერ ცხოვრებაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზის ყოფიერებაში მთვარე, მერკური, ვენერა ჩვენს კიდურებს წარმოადგენს. თვით მზე მთლიანობაში ჩვენს რიტმულ სისტემად იქცევა. ანუ მზე არის ჩვენი გული და ფილტვები. დიახ, სწორედ ამად გვევლინება მზის სფერო თავის არსებებით ვართ ჩვენი მზეზე ცხოვრების პერიოდში. ხოლო ის, რაც დედამიწაზე მხრებზე გვადგას, როგორც თავი, როგორც წვდომის ორგანო, გონების ორგანო, მზის ყოფიერებაში მარსის, იუპიტერის და სატურნის სახითაა წარმოდგენილი. როგორც დედამიწაზე ვმეტყველებთ პირის მეშვეობით, რომელიც ადამიანის თავის ყველაზე დაბალ ნაწილშია განთავსებული, ასევე იმის შედეგად, რომ ჩვენს კოსმიურ სხეულში ვატარებთ მარსს, ჩვენ მსოფლიოს სიტყვის მეშვეობით ვცხოვრობთ. იგი ჟღერს მთელი სამყაროს სივრცეულის გამჭოლ და როგორც აქ დედამიწაზე ჩვენს თავში ვატარებთ აზრებს, ამ ციცქნა მიწიერად უსუსურ აზრებს ასევე ვატარებთ ჩვენს არსებობაში მსოფლიოს სიბრძნეს იუპიტერის წყალობით. და როგორც დედამიწაზე გვაქვს მოგონებები, მეხსიერებისმიერი განცდები, ასევე დედამიწაზე გვაქვს მოგონებები, მეხსიერებისმიერი განცდები, ასევე მზის ყოფიერებაში თან ვატარებთ სატურნის ყოფიერებას, რომელიც კოსმიური მოგონებებით გვამწყალობებს. და როგორც აქ დედამიწაზე ჩვენსავე კანში მოქცეული ვმზერთ გარე სამყაროს, ასევე მზის სფეროში ცხოვრებისას განვჭვრეთ რა გარე სამყაროს, ჩვენ ვჭვრეთ ადამიანს. ამ დროს ადამიანი იმყოფება ჩვენი სამყაროს შიდა წიაღში. ეს რა თქმა უნდა ის ადამიანი არ გახლავთ, რომელსაც აღწერს მიწიერი ანატომია. ეს არის რაღაც ისეთი, რაც ისეთივე გრანდიოზული და ძლევამოსილია თავის არსში, ისეთივე დიადია, როგორც თვით სამყარო, მთელი თავისი ციური მნათობებით ვართ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თავარი ისაა, რომ ჩვენი მიწიერი შესაძლებლობებით და ეს ასეც უნდა იყოს, რათა ადამიანი დაცული იქნას თვით განდიდების მანიისგან. ჩვენი მიწიერი შესაძლებლობებით წარმოდგენაც კი არ ძალგვიც თუ რა არის ჩადებული ადამიანში. რომ შეგვიძლია თავი მოვუყაროთ დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს. თამამად ვიტყოდით, რომ ისინი არიან მატარებელი მთელი სულიერი იერარქიებისა, რომლებიც ადამიანში ხსნიან და ავლენენ საკუთარ არსს. რაც ადამიანში დევს და რაც თავისი გრანდიოზულობით აღემატება ციურ მნათობთა მთელ სამყაროს, მათ ძრაობას და მოვლენებს. აი ეს არის ჩვენი გარე სამყარო მზის ყოფიერებაში ცხოვრების პერიოდში.
ამ დროს ფორმის სულების, ძრაობის სულების, სიბრძნის სულების არსებებთან ერთად, მთვარეზე მცხოვრებ ანგელოზ და იერარქიის სხვა არსებებთან ერთად, მერკიორზე მცხოვრებ მთავარ ანგელოზთა იერარქიის არსებებთან ერთად, ვენერაზე მცხოვრებ არქეთა იერარქიის არსებებთან ერთად და ასევე იმ ადამიანურ სამშვინველებთან ერთად, რომლებთანაც კარმიულად ვართ დაკავშირებული, ჩვენი უახლოესი მიწიერი ყოფიერებისთვის ვიმუშავებთ ადამიანის სხეულის ხატსახიერ წარმოდგენას და ეს მუშაობა ახალი ადამიანის წარმოქმნაზე, მომავალი მიწიერი ადამიანის წარმოქმნაზე გაცილებით აღემატება ყოველივე იმას, რაც კი რამ შეუქმნია ადამიანს დედამიწაზე და რასაც გვთავაზობს მიწიერი ცივილიზაცია. და ეს არის ადამიანის ქმნილება. მაგრამ ადამიანი არ გახლავთ მხოლოდ ადამიანის შემონაქმედი. თავისი უახლოესი მიწიერი ცხოვრებისთვის მან მზის სფეროში არსებობის მანძილზე მთელ უმაღლეს იერარქიებთან ერთობლივ უნდა იღვაწოს. ადამიანს რომ მარტოოდენ მის თანაგვარ ადამიანურ სამშვინველებთან ერთად ემუშავა, იმ საუცხო აღნაგის ნაცვლად, რასაც იგი განაცხადებს მიწიერ ცხოვრებაში, რაღაც უბადრუკობას შექმნიდა. რამე თუ ის, რასაც დედა შობს, დედამიწაზე როდი აღმოცენდება. დედამიწა მხოლოდ და მხოლოდ მოქმედების ადგილია, სცენა. იმაში, რაც ფიზიკური მემკვიდრეობით გვებოძა, ინკარნირდება საუცხოო კოსმიური ქმნილება, რომელიც ზეგრძნობად სამყაროებში მზეზე არსებობის პერიოდში იქნა ფორმირებული. როდესაც ზუსტი შემეცნებით ვაცნობიერებთ მსგავს საკითხებს, გონება უნდა მივმართოთ მზისკენ და ვთქვათ, სხვა რომ არა, საუცხოა უკვე მისი სხივები. საუცხოა ის, რაც ზეციდან დედამიწაზე იღვრება, როგორც სითბო. მაგრამ უკვე თუ განვიმსჯვალებით იმით, რასაც წარმოადგენს საკუთრივ მზე, ჩვენ შევიგრძნობთ, რომ იქ მაღლა, სადაც მზის სფერო სერავს ციურ სივრცეს, არის მოქმედების ადგილი, სადაც თავიდან სულიერ პირველ ხატებში ისახება ადამიანთა მომავალი თაობები და სადაც უმაღლესი იერარქიები იმ ადამიანთა სამშვინველებთან ერთად, რომლებიც თავის წარსულ ცხოვრებაში დედამიწაზე ცხოვრობდნენ, ერთობლივ მუშაობენ მომავლის ადამიანის ფორმირებაზე. იქ იმყოფება სულიერი ემბრიონი იმისა, რაც შეიძლება წინა ვიგრძნოთ როგორც მომავლის ადამიანთა მიწიერი ცხოვრება. საკუთრივ ეს გახლავთ ჩვენი მზიური არსებობის პირველი ნაწილი, რომელსაც ისეთნაირად გავდივართ, რომ ღმერთებთან ერთობლივ ვაფორმებთ ჩვენს მომავალ ადამიანურ არსებას. როდესაც გავივლით გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების ნახევარს და მივადგებით იმ ზღურბლს, რომელიც ჩემს დრამა მისტერიებში მოხსენიებულია როგორც შუაღამის უზენაესი მომენტი, მაშინ იწყება სხვაგვარი სამუშაო. გავიხსენოთ, რომ მზიური ყოფიერება არის წმინდად სიკეთე. თუკი სამყაროს უმაღლესი სიბრძნიდან გამომდინარე, გამომუშავდებოდა ის, რაც მე ახლა ზემო აღწერე, დედამიწაზე დაიბადებოდნენ არა ადამიანები, არამედ ანგელოზის მაგვარი, ღმერთის მაგვარი კეთილი ადამიანები. მაგრამ მათ არ ექნებოდათ თავისუფლება. თავისუფლებისას ვერას ნახავდით მათში, რადგან მზიური არსებობის და მზიური წარმომავლობის თანახმად მათ მათივე ბუნებიდან გამომდინარე მხოლოდ სიკეთე უნდა ეკეთებინათ. ასეთ არსებებს არც სიკეთესა და ბოროტებას შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ექნებოდათ. გავიმეოროთ ეს ბოლო წინადადება. ასეთ არსებებს არც სიკეთის და ბოროტებას შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ექნებოდათ. მზის რეგიონში ცხოვრების მეორე ნახევარში ნაწილი იმისა, რაც მზიური არსებობის წყალობით ადამიანური რეალობისკენ იქნა მიმართული, გარკვეულწილად ხატსახეთ იქცევა. თავიდან ადამიანი ფორმირდებოდა ისეთნაირად, რომ იგი მხოლოდ კეთილ არსებად უნდა ქმნილიყო.
მაგრამ შემდეგ ნაწილი იმისა, რაც ადამიანში მზის არსებობის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა, რეალობიდან ხატსახედ იქცა. ასე რომ მზის ყოფიერების შემდგომ გზაზე ჩვენი ერთი ნაწილით წარმოვადგენთ სულიერ რეალობას, ხოლო მეორე ნაწილით ვართ ხატსახე. იმისგან, რაც არის სულიერი რეალობა, იქნება ჩვენი სხეულის საფუძველი, თავის გამოკლებით. ჩვენი სხეულის საფუძველი შემდგომი მიწიერი ყოფიერებისთვის, ხოლო ჩვენი თავის საფუძველს ქმნის ის, რაც არის მხოლოდ ხატსახე. და რამდენადაც ეს მხოლოდ და მხოლოდ ხატსახეა, იგი შეიძლება შეივსოს გაცილებით უფრო მკვრივი ძვლის წარმომქმნელი მატერიით. მაგრამ ადამიანის სხეულის იმ ნაწილის წინარე ხატს, რომელიც არ წარმოადგენს სულიერ რეალობას, არამედ არის ხატსახე, იმავდროულად ეთანაწევრება ისიც, რასაც ჩვენ დედამიწაზე განვიცდით ამ ხატსახის გამოძახილში. ჩვენს კუჭს, ღვიძლს და ასე შემდეგ ჩვენ განვიცდით როგორც ბუნებრივ აუცილებლობას. ხოლო რაც ჩვენში არსებობს როგორც მორალური იმპულსი, ამას ჩვენ დედამიწაზე სულიერად განვიცდით. ის, რაც ჩვენი სინდისიდან მოისმის როგორც მორალური იმპულსი, ერთგვარი მიდრეკილების სახით წარმოიქმნება იმისგან, რაც ადამიანის სულიერ ჩანასახში ხატსახეთ იქცევა მისი მზიური არსებობის დროს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დედამიწას და მის განვითარებას და ასევე ადამიანის მიწიერ განვითარებას თავის ისტორია გააჩნია. კულტურა და ისტორია ვითარდება ისტორიის პროცესში. თავის ისტორია აქვს მზიურ ცხოვრებასაც, რომელშიც კარგ ხანს დავყოფთ გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე. და აქ მე ვიტყვი, რომ მიწიერი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ყველაზე რეზულტატური მოვლენა გახლავთ გოლგოთას მისტერია. მიწიერ ისტორიაში ჩვენ განვარჩევთ გოლგოთას მისტერიამდელ და მის შემდგომ ფაქტებს და მოვლენებს. ასევე მზიურ ცხოვრებასთან მიმართებაში, რომელსაც ადამიანი გარდაცვალებიდან ახალ დაბადებამდე განიცდის, უნდა განირჩეს ის, რაც იქ ხდებოდა გოლგოთას მისტერიამდე და მის შემდგომ. მოდით განვარტოთ ეს. როდესაც განვიხილავთ მიწიერ ცხოვრებას გოლგოთას მოვლენებამდე, ხედავთ, რომ ქრისტეს არსება ჯერ არ არის დედამიწაზე. ქრისტეს ელიან, მაგრამ იგი ჯერ არ არის. იგი ჯერ არ არის აქ. იგი ჯერ კვლავ თავის მზიურ ყოფიერებაში მეუფებს. მისტერიების ხელდასხმულები ფლობდნენ გზებს და საშუალებებს, რათა თავიანთი მისტერიების კერებიდან მზიურ ცხოვრებაში მიეღოთ მონაწილეობა და როდესაც ხელდასხმის წყალობით ზესხეულებრივ შემეცნებამდე მაღლდებოდნენ, ისინი ზემიწიერ ცხოვრებაში ქრისტემდე აღწევდნენ. რამე თუ ქრისტეს პოვნა შესაძლო იყო მზეზე. ხოლო მას შემდეგ, რაც დედამიწაზე მოხდა გოლგოთას მისტერიის მეშვეობით, ქრისტე აღარ იმყოფებოდა მზეზე. მან თავისი თავი მიწიერ ყოფიერებას დაუკავშირა. ადრე ქრისტეს მზიურ ცხოვრებაში ხედავდნენ. დღეს იგი იქ აღარ არის. ქრისტეს მზიურ ცხოვრებაში ხედავდნენ. დღეს იგი იქ აღარ არის. დედამიწისთვის კი პირიქით მოხდა. თავიდან ქრისტე დედამიწაზე არ იყო. ახლა კი იგი აქ არის. მაგრამ მიწიერ ცხოვრებაში ქრისტეს იმპულსის ასეთმა რადიკალურმა შემოჭრამ თავისი კვალი მზიურ ცხოვრებასაც დაატყო. დედამიწაზე უზარმაზარი ძალისხმევის ფასად ვახცევთ მშვინვერი ცხოვრების სიღრმეებს, რათა შევძლოთ შინაგანად აღვივსოთ ქრისტეთი, ანუ ვიყოთ ქრისტეთ მსჭვალული. ამის გარეშე ადამიანს გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაში უჭირს ნათელმხილველურად განჭვრიტოს მთლიანი ადამიანი მის კოსმიურ არსში ისე, როგორც ეს ზემოთ ითქვა. მაგრამ ეს კიდევ უფრო ძნელი იყო კაცობრიობის განვითარების იმ უშორეს წარსულში, როდესაც დედამიწაზე ყოველ მხრივ დომინირებდა ინსტინქტური ნათელხილვა.
ადამიანს სწორედ იმის გამო, რომ იგი თავის თავში ჭვრეტდა რაღაც სულიერს, ზეგრძნობაც უჭირდა გარდაცვალების შემდგომ ზიურ ცხოვრებაში განეჭვრიტა ადამიანის როგორც გარე სამყაროს იდუმალება. ასე იყო გოლგოთას მისტერიამდე. შემდეგ ქრისტემ ადამიანს მიანიჭა ძალა და უნარი მის მზიურ ყოფიერებაში სრულად და უკლებლივ ეხილა ადამიანის არსება. გოლგოთას მისტერიის შემდეგ ჩვენ როგორც დედამიწის მკვიდრნი მთელი ძალისხმევით უნდა ვესწრაფოთ იმ შვინვიერ წვდომას, რომელსაც მხოლოდ გოლგოთას მისტერიის გამოკვლევით, გოლგოთას მისტერიის სისხლხორცეულად გათავისების და ქრისტეს ცხოვრებასთან თანზიარების შედეგად თუ მივაღწევთ. ამ გზით ჩვენ შევძლებთ მიწიერი არსებობისას ჩვენს თავისუფალ ცნობიერებაში თავი მოვუყაროთ იმ ძალებს, რომლებსაც ბოლოს თან გავიყოლებთ სიკვდილის შემდეგ და რომლებიც მზიური არსებობის დროს შესაძლებლობას მოგცემს ვიხილოთ ადამიანის არსი. გოლგოთას მისტერიის შემდეგ ქრისტემ ადამიანს მიანიჭა უნარი ისეთნაირად შეამზადოს თავისი თავი მიწიერი ცხოვრების მანძილზე, რომ გარდაცვალების შემდგომ ზიურ ყოფიერებაში მან შეძლოს ადამიანის მთელი კოსმიური არსის სრულად ხილვა. მაშასადამე ქრისტიანული არსის შემეცნებას ჩვენ ვაღწევთ მხოლოდ იმის მეშვეობით, რომ მიწიერი ყოფიერებიდან ზიური ყოფიერებისკენ მივმართავთ ზერას. ხოლო რაც შეეხება მზიურ ყოფიერებას, აქ ჩვენ ვიმეცნებთ იმას, რომ თავიდან მის პირველ ნახევარში ადამიანი იქმნება თავის სულიერ რეალობაში, რაც წმინდად სიკეთეს წარმოადგენს, ხოლო ამის შემდეგ აღმოცენდება ის ხატსახე, რომელიც მოიცავს რა მორალური განცდის ჩანასახს, მოგვიანებით ადამიანის შემდგომ მიწიერ ცხოვრებაში იჭრება და ათავისუფლებს მას. და აი თუ კი ხელდასხმით მონიჭებული ცოდნით მივიახლებით იმას, რაც ადამიანში მისი მორალური მიდრეკილების და ჯანმრთელობის ძალების თვალსაზრისით აღმოცენდება, მაშინ ჩვენი იმაგინაციით, ინსპირაციით და ინტუიციით რეალურს ვერაფერს გამჭვრეთ, ვიდრე ასე ვთქვათ, მუხლს არ გამიმაგრებთ და ჩვენს იმაგინაციას, ინსპირაციას და ინტუიციას არ განვამტკიცებთ იუპიტერის და სატურნის ყოფიერების სფეროთა, ანუ იმ სფეროთა განჭვრეტით, რომლებშიც მზის არსებობიდან თანდათანობით შედის ადამიანი. და თუ კი გსურს დავახასიათოთ ადამიანის გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების ეს მეორე ნახევარი, ჩვენ კვლავ უნდა მივუბრუნდეთ ჩვენი მიწიერი ცხოვრების ნათელმხილველურად განჭვრეტილ შემდგომ 3-7 წლეულს. მაგრამ იმისთვის, რათა ეს ყოველივე სათანადო ურთიერთ მიმართებაში მიმოვიხილოთ, აუცილებელია, როგორც ზემოთ ითქვა, გადავაბიჯოთ სიცოცხლის 63 წელიწადს. როდესაც ვაკვირდებით ჩვენს ცხოვრებას 42-დან 59 წლამდე, ვხედავთ, რომ ცხოვრების ამ მონაკვეთში მარსის იდუმალებანი ნათობს. შემდეგ 7 წლეულში, ესე იგი 49-დან 56-მდე იუპიტერის იდუმალებებს ვჭრეთ. 56-დან 63 წლამდე სატურნისას. ამგვარი მიმოხილვით, ან უფრო სწორად იმის შედეგად, რაც ამ მიმოხილვებისას სხივდება, ჩვენ ძალგვით გავიგოთ თუ რა ხდება მარსზე, იუპიტერზე და სატურნზე ადამიანის მომავალი მიწიერი არსებობისთვის მზადების თვალსაზრისით. როდესაც ადამიანი მზიდან მარსის ყოფიერებაში, ხოლო შემდეგ იუპიტერის და სატურნის სფეროებში გადადის, იქ მას ეხსნება უმაღლეს იერარქიათა საყდართა, ქერუბიმთა, სერაფიმთა ქმედებები. გარდაცვალების შემდგომი ცხოვრების ამ მეორე ნახევარს ადამიანი მიწიერი ყოფიერებისგან განსხვავებულად, გარკვეული მიმართებით პირუკუ გაივლის. მიწიერ ცხოვრებაში ჩვენ მიწაზე ვდგავართ და გავცქერით ციურ მნათობთა სამყაროს შორეთს, ვჭრეთ ციურ მნათობთა სასწაულებრივ სამყაროს, ვეძლევით მისი დიდებულების ზემოქმედებას, ხოლო როდესაც ვემზადებით მომავალი მიწიერი ცხოვრებისთვის, ანუ ამოვწურავთ რა მზის ყოფიერებას და გავცდებით მარსის, იუპიტერის, სატურნის სფეროებს,
ჩვენ აღმოჩნდებით რელიგიურ ცხოვრებაში. ოღონდ ახლა უკვე დაბლა დედამიწისკენ მიხედებით და დედამიწას ვხედავთ არა იმ ფიზიკური სახით, როგორცაც მას ხედავს თითოეული ჩვენგანი, არამედ მე ასე ვიტყოდი, დედამიწა გვეცხადება როგორც სერაფიმთა, ქერუბიმთა და საყდართა ქმედებებიდან და წაწნული უმძლავრესი სულიერი ცხოვრება. მაგრამ ამჯერად ეს ისე არ გახლავთ როგორც ადრე, როდესაც ფორმის სულების, ძრაობის სულების და სიბრძნის სულების ყოველ კუთვნილებას ჩვენი არსის შიგნით შევიგრძნობდით. ახლა ჩვენ ვიხედებით დაბლა და ჩვენს გარეთ ვხედავთ სერაფიმების, ქერუბიმების და საყდართა შემონაქმედს. ვხედავთ ზეგრძნობად ცას, ვხედავთ მარსის, იუპიტერის, სატურნის სფეროებს. ვხედავთ თუ როგორ ცხოვრობენ, რას ესწრაფიან და როგორ თავთავიან ტყაიდაზე რუდუნებენ საყდარნი, ქერუბიმები, სერაფიმები. რა გვეცხადება ამის შემყურეს? ამ დროს სერაფიმები ქერუბიმებში და საყდრებში უძლიერეს ზეგრძნობად განცდაში ვჭვრეთ იმას, რაც ჩვენს უახლოეს მიწიერ ცხოვრებაში განხორციელდება, როგორც ჩვენი კარმა. ჩვენ დავინახავთ იმას, რაც უნდა განვიცადოთ როგორც ადამიანმა ადამიანთა შორის. რამე თუ კარმიულად, გარკვეულწილად მათთან ვართ დაკავშირებული. ამას უპირველეს ყოვლისა სერაფიმების, ქერუბიმების და საყდრების ღვთაებრივ ქმედებათა მეშვეობით განვიცდით. ისინი ერთმანეთში აღასრულებენ იმას, რაც ჩვენს უახლოეს მიწიერ ცხოვრებაში უნდა აღვასრულოთ, როგორც კარმა. ღმერთები ჭეშმარიტად ადამიანის შემოქმედნი არიან, მაგრამ ასევე მათი შემოქმედებაა ჩვენი კარმაც. რასაც ღმერთები ზეციურ ხატსახეში წინ და წინ განიცდიან, როგორც ჩვენი კარმის განხორციელებას, ეს ჩვენში აღიბეჭდება და სრულდება, როდესაც ახალ მიწიერ არსებობას ვიწყებთ. კარმას, რომელიც უნდა ასრულდეს, ჩვენ თავზე ვიღებთ, რამე თუ იგი უკვე დანახული გვაქვს სერაფიმების და საყდართა ღვთაებრივ ქმედებაში. ასე განვიცდით ამჭვრეტისას იმას, რაც ზეცით გვეძლევა უახლოეს მიწიერ ცხოვრებაში, გვეძლევა როგორც ღმერთების მიერ განხორციელებული. ზემოთქმული საშუალებას მოგცემთ გაიაზროთ, თუ როგორ მიიღწევა ხელდასხმის მეცნიერების წყალობით კარმის შემეცნება. როდესაც თვალს ადევნებ ადამიანის გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ცხოვრების მეორე ნახევარს და ძალგიც გაერკვიო იმაში, რაც ამ დროს ხდება მარსის, იუპიტერის და სატურნის სფეროებში საყდართა, ქერუბიმთა და სერაფიმთა მეშვეობით. ვისაც ხელი წიფება ნათელმხილველურად განჭვრიტოს თავისი ცხოვრება 42-დან 59 წლამდე, იგი ჩაწვდება მარსის იდუმალებებს, მარსის შემოქმედებას და იხილავს იმას, რაც იქ ძირითადად საყდართა შორის, მაგრამ მთლიანობაში საყდართა, ქერუბიმთა და სერაფიმთა შორის ხდება ადამიანის აღნიშნულ სფეროში ცხოვრების დროს. დედამიწაზე მიწიერ ცხოვრებაში შეუძლებელია განსაზღვრო ის კანონზომიერება, რომლითაც მუშავდება კონკრეტული კარმა. აქ შეწევნა უნდა შევთხოვოთ ზეგრძნობად სამყაროს და მისი იმ ნაწილისკენ უნდა მივაპყროთ მზერა, რომელსაც კონკრეტული ადამიანი განსაკუთრებულად განიცდის გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის მარსის, იუპიტერის, სატურნის სფეროებში. დაკვირვებისთვის გადამწყვეტია სწორედ ის, რაც მარსის სფეროში ხდება. გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ჩვენ ვჭვრეთ მარსის სფეროს და აღვიქვამთ იმას, რაც სახელდობრ იქ ხდება. ეს ძირითადად გახლავთ ის, რაც მე განსაზღვრე როგორც მსოფლიო სიტყვა. აქ ყველაფერი არის სიტყვა. მოდით წარმოვიდგინოთ, ადამიანი სისხლხორციელი არსებაა. იგი მეტყველებს და ამით მოძრაობაში მოჰყავს ჰაერი. ჰაერის ჭავლი აწყდება ჩვენს ყურს და ამის წყალობით ჩვენ გვესმის. ბგერები ჰაერის ტალღებში ნივთდება. მარსის არსებები სწორედ ასეთ ტალღებად არიან შექმნილი. მთელი მათი არსი სიტყვებისგან შედგება.
ამ არსებათა განცდა ხდება მაშინ, როდესაც სულიერ რწმენას ფლობენ, როდესაც სულის მიერად ესმით. აქედან გამომდინარე 59 წელს გადაბიჯებული ნათელმხილველი ჭვრეცრა თავის განვლილ ბოლო 7 წლეულს ასეთ დასკვნას აკეთებს. თუკი გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაში ადამიანზე მის კარმის ფორმირებისას განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს მარსის სფერო, ანუ თუკი ადამიანის კარმა უპირატესად მარსის სფეროში ფორმირდება, ეს იწვევს იმას, რომ იგი ძალზე ძლიერადაა მარსთან დაკავშირებული. იგი ისეთნაირად ქმნის თავის მიწიერ ცხოვრებას, რომ ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მჭიდროდ სწორედ მარსის სფეროს ყოფიერებას უკავშირდება. აი კიდევ ერთი მაგალითი. წარმოვიდგინოთ ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა იმ დროში, როდესაც არაბები მოჰამედის იმპულსის ძალით საომარი მოქმედებით ჩრდილო აფრიკიდან ევროპისკენ, ესპანეთის სამეფოსკენ დაიძრნენ. ადამიანი, რომელიც ჩრდილო აფრიკაში არაბების გაბატონების წინა ხანაში იმ დროის ყაიდაზე განისწავლა შემეცნების მეცნიერებით. ასეთი ადამიანი რეალურად არსებობდა. მან იმ დროინდელ ჩრდილო აფრიკაში ზუსტად ისე არა, მაგრამ მსგავსად იმისა, როგორც ადრე ავგუსტუსმა აღიქვა ჩრდილო აფრიკული მეცნიერება. მხედველობაში მყავს არა წმინდა ავგუსტუსი, არამედ სხვა, უკვე მავრო არაბულად მონათლული პიროვნება. შემდგომში ეს პიროვნება გადასახლდა დღევანდელ ესპანეთში და იქ მის მრწამს ერთგვარი ბზარი გაუჩნდა. მის მსოფლ შეგნებაში გადატრიალება მოხდა. იგი ქრისტიანობისკენ შემოდრეალდა. აღიქვა რა ქრისტიანული საზრისი, მან იგი იმ არაბულ საზრისთან შეაჯერა ადრე რომ ჰქონდა შეთვისებული. შემდეგ ამ პიროვნებაში გარკვეულწილად კაბალისტური მეცნიერების ერთგვარმა სახეობა მათ შეაღწია და თუნდაც ეს ჯერ არ იყო ის, რასაც ჩვეულებრივ კაბალისტიკას უწოდებენ, მაგრამ ასე თუ ისე მასში მაინც დამკვიდრდა კაბალისტური აზროვნების ხერხი. საბოლოოდ ეს პიროვნება ეჭვების თავდაუღწეველ ტყვეობაში მოექცა და ასე მერყეობასა და გულშეუჯერებლობაში დალია სული. ეს პიროვნება მამაკაცი გახლდათ. შემდეგ იგი მალევე განსხეულდა როგორც ქალი. ეს იყო შუა საუკუნეების შუა პერიოდი და მაშინ მთელი ის ეჭვები, რაც მას ტვირთად დაადო ცხოვრებამ, კიდევ უფრო ღრმად განიფესვა მის ბუნებაში. და აი, იგი კვლავ უკვე მესამე იბადება დედამიწაზე, ამჯერად იგი კვლავ მამაკაცია. მაგრამ ვიდრე დაიბადებოდა თავის გარდაცვალების შემდგომი ცხოვრება, მან ისეთნაირად გაიარა, რომ ახალი მიწიერი ცხოვრებისთვის საზღვრული ბედი უპირატესად მარსის სფეროს გავლისას დაგეგმა. ამის გამო ახალ ცხოვრებაში იგი მთელი თავისი ბედით ერთგვარად შეეთვისა და შეესისხროცა ყოველივე იმას, რაც დედამიწაზე არსებობს და ქმნის როგორც მახვილ გონივრული განსჯა, ხშირად აბსტრაქტულ მებრძოლ ხასიათს რომ ატარებს. ამ პიროვნებიდან, რომელიც მე დაგიხასიათეთ, მის ორ ერთმანეთის მომდევნო ინკარნაციაში შემდგომში წარმოსდგა ვოლტერი. ესე იგი, ამ პიროვნებიდან, რომელიც მე დაგიხასიათეთ, მის ორ ერთმანეთის მომდევნო ინკარნაციაში შემდგომში წარმოსდგა ვოლტერი 1694-1778 წელი. ზემოთქმული ცხადყოფს, რომ ადამიანი გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის პერიოდში ციურ მნათობთა მიღმა არსებულ ძალებთან ურთიერთკავშირის მეშვეობით აფორმებს თავის მომავალ ცხოვრებას. საერთოდ კი ჩვენ მხოლოდ მაშინ ძალგვით მიწიერი ცხოვრების ისტორიულ დინებაში შემეცნება, როდესაც ნათელმხილველურად ვაცნობიერებთ ადამიანის მიწიერი ცხოვრების ურთიერთკავშირს მის სხვა ადრინდელ მიწიერ ცხოვრებებთან. როგორ და რა სახით ვლინდება ახალ ეპოქაში წინა ისტორიული ეპოქების მიზეზშედეგობრიობა. ადამიანებს თავად გადმოაქვთ იგი. ყოველ თქვენგანს წარსულიდან მოტანილი აქვს ის განცდები, რასაც დღევანდელი ცივილიზაციის ეპოქაში განიცდის. ადამიანები თავად ფორმირებენ ისტორიას, მაგრამ ისტორიის ეს ფორმირება სწორად გვესმის მხოლოდ მაშინ, როდესაც არა მარტო აბსტრაქტულად მასლა ავთობთ ამაზე, არამედ როდესაც ძალგვიც კონკრეტულად
ნათელმხილველურად გამჭვრიტოთ ის, რასაც ადამიანი გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის განიცდის. ადამიანის მიწიერი ცხოვრების გაგებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კარმიული განვითარების ნათელმხილველური კვლევა, რომელიც ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანს თავისი წინა მიწიერი ცხოვრებებიდან თან მიაქვს სულიერ სამყაროში ის განსაკუთრებული რაღაც, რისი მეშვეობითაც იგი გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაში თავისი კარმის ძირითად იმპულსებს სატურნზე არსებობისას ქმნის. ადამიანები, რომლებიც ამ იმპულსებს მარსის ყოფიერებაში არსებობისას იქმნიან, ვოლტერის მსგავს პიროვნებებად უბრუნდებიან დედამიწას. თავიანთი აზრებით, ისინი ერთობ ძლიერად ეჯაჭვებიან მიწიერ ცხოვრებას. ისინი აკრიტიკებენ მას, ებრძვიან და ამასთანავე, ხელეწიფებად ყოველ შემთხვევაში ვოლტერს ეს გენიალურად გამოსდიოდა, ლაკონურად, მძაფრ სენტენციებში განათავსონ თავიანთი სათქმელი. სხვა სურათია, როდესაც კარმა უპირატესად სატურნის იმპულსების ზემოქმედებითაა კონსტელირებული. სატურნის იმპულსები სრულიად სხვაგვარად ზემოქმედებს ადამიანს. სატურნის იდუმალებათა ნათელმხილველური ჭვრეტა, რაც ადამიანისთვის მისი საკუთარი მიწიერი ცხოვრების გამჭოლ 56-დან 63 წლამდეა შესაძლებელი და თვით სახე სატურნის იდუმალებათა თავის არსში ატარებს რაღაც დამთვრკუნველს, შემაძრწუნებელს და მიწიერი ცხოვრებისთვის სრულიად უცხოს. ვისაც კი ხელდასხმის მეცნიერების წყალობით ცხოვრების 56-დან 63 წლამდე თანდათანობით გაცხადებია სატურნის იდუმალებები, მისთვის ნაცნობია ეს განცდა, მზარდი დრამატიზმით ახსოვსე, სულის შემძვრელი. რაღაც ისეთი, რაც უკიდურესად მძიმედ განიცდება, რადგან თვით სიცოცხლეს ხელყოფს. მაგრამ ადამიანის საოცარი არსი იხსნება სწორედ მაშინ, როდესაც ნათელმხილველურად გამჭვრეთ იმ კანონზომიერებებს, რომელთაგანაც იქმნება კარმა სატურნის სფეროში. აქაც ერთ მაგალითს მოვიყვან, მაგრამ ჯერ სხვა რაღაც მინდა გითხრათ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შესაძლოა დაგებადოთ ასეთი კითხვა, სავსებით მართებული, ლოგიკური კითხვა, დაფუძნებული იმ მტკიცებაზე, ხშირად რომ მომყავს ჩემს წიგნებსა და ლექციებში. სახელდობ, შორეულ წარსულში ცხოვრობდნენ უდიდესი ხელდასხმულები. ისინი ხალხის წიაღში ადამიანთა შორის ცხოვრობდნენ. საკითხავია, სად არიან ისინი დღეს. შესაძლოა დღევანდელ ადამიანებში ვერც კი გამოიცნოთ ხელდასხმულის ხასიათი და თვისებები და მიიჩნიოთ, რომ ეს ყველაფერი კარგახანია წარსულს ჩაბარდა და მაინც სად არიან ეს ხელდასხმულები თავიანთ შემდგომ ინკარნაციებში. ვინც თავის ერთ წარსულ ინკარნაციაში მთელი თავისი იერით და სრული შეგნებით ვლინდება როგორც ხელდასხმული, ის შესაძლოა ვეღარც გახდეს ხელდასხმული ერთ-ერთ მომდევნო ინკარნაციაში. შესაძლოა მისი ხელდასხმა დაუნჯდეს მის შიდა ცნობიერებაში. ადამიანი იძულებულია გამოიყენოს სწორედ ის სხეული, რომელსაც მას თავაზობს ესა თუ ის ეპოქა. დღევანდელი სხეულები არც თუ დიდად გამოსადეგია სპირიტუალური მეცნიერებისთვის. ისინი, როგორც მატერიალიზმისადმი განწყობილი ეპოქიდან წარმომდგარი, გამუდმებულ წინააღმდეგობას უქმნიან ადამიანს. ასევე რეალურ წინააღმდეგობას წარმოშობს ბავშვობაში მიღებული აღზრდა. და თუკი მთელ ამ ვითარებაში ერთვება წარსული დროის ხელდასხმული, იგი ვეღარ ახერხებს კვლავ გარეავლინოს ის, რაც მისი ხელდასხმიდან ამ ინკარნაციისთვის იყო შემორჩენილი. შეიძლება ისწავლო წერა, მაგრამ დღევანდელი დამწერლობით ვერ გამოხატავ იმას, რასაც ადრე ხელდასხმის მეცნიერება წარმოადგენდა. ასევე ცხოვრების სხვა სფეროებშიც ასეა. ასე რომ ვინც წინა ეპოქებში ჭეშმარიტად იყო ხელდასხმული, დღეს ის სხვა ღირსყოფილებით ვლინდება და არა როგორც ხელდასხმული. თანამედროვე და ახლო წარსულის ისტორიაში არსებობს მინიშნებები, რომლებიც ცალკეული პიროვნებების ძველ ხელდასხმაზე მიგვითითებენ. მაგალითისთვის მოვიყვან ერთ პიროვნებას, რომელიც წინა მიწიერ ცხოვრებაში ნამდვილად იყო ხელდასხმული. ეს პიროვნება ირლანდიური მისტერიების ხელდასხმული გახლდათ ქრისტიანობის პირველ საუკუნეში.
ეს ის პერიოდია, როდესაც ირლანდიის ძველი უდიდესი მისტერიები დაცემის სტადიაში, მაგრამ ჯერ მაინც ინარჩუნებს უზარმაზარ ცოდნას. მაშასადამე ცხოვრობდა პიროვნება, რომელმაც ხელდასხმის საკმაოდ მაღალ ხარისხს მიაღწია. ირლანდიური მისტერიები სრულიად განსაკუთრებული სიღრმის, არა ინტელექტუალური, არამედ ზოგად საკაცობრიო სიღრმის მისტერიები იყო. აი, ერთი იქაური საკულტო შთაბეჭდილების მაგალითი. ხანგრძლივი მზადების შემდეგ, მიწიერი ჭეშმარიტების, მოჩვენებითობის, მისი შესაძლო ამაოების მიმართებით, ხატოვნად უნდა განცდილიყო ის, რამაც მხოლოდ ხატსახის ფორმით შეიძლება აღძრას ძლიერი შთაბეჭდილება. მოწაფემს დააყენებდნენ ორი დიდი ქანდაკების წინ. ერთი ქანდაკება იყო მთლიანად ელასტიური, თანაც შიგნიდან ცარიელი, ანუ ფუტურო. სანახაობრივად იგი იყო დიდებული და უძლიერე შთაბეჭდილებას ახდენდა. მოწაფე ხელით უნდა შეხებოდა, უნდა მოესინჯა ქანდაკების სიმკვრივე. ეს შეხება მშვენიერად შემაძრწუნებლად მოქმედებდა მასზე, რადგან ქანდაკება ცოცხალი არსების განცდას ტოვებდა. თითის დაჭერით იოლად იზნიქებოდა, ხოლო როგორც კი თითს მოაშორებდით, უმალ პირვანდელ ფორმას იღებდა. შთაბეჭდილება იყო ისეთი თითქოს და თავად ცხოვრება იქნა ერთგვარად ხელყოფილი, მაგრამ იქვე აღდგა, განიკურნა მიყენებული ზიანისგან. ამით მიეთითებოდა ყოველივე იმაზე, რაც ადამიანში არის მზიური. მეორე ქანდაკება წინანდელზე უფრო მეტად პლასტიკური იყო. თითის დაჭერით ჩაზნექილი ადგილი მხოლოდ მეორე დღეს იბრუნებდა პირვანდელ ფორმას. ამგვარი საკულტო რეკვიზიტები გადატრიალებას ახდენდა მოწაფის მშვენიერ ცხოვრებაში. მის თვალწინ ცხადდებოდა ეთერულის და ფიზიკურის შინაგანი კონსტიტუცია. ასე რომ ერთმა პიროვნებამ, რომელიც იმ დროს მამაკაცად იყო ინკარნირებული, ამ ირლანდიური მისტერიებიდან უღრმესი შთაბეჭდილებები მიიღო. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რატომ არის, რომ ძველი ინკარნაციების ძიებისას უპირატესად მამაკაცის ინკარნაციებს ხვდებით? მიზეზი ის გახლავთ, რომ წასული ეპოქების ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვან მოვლენებში თითქმის გამონაკლის გარეშე წამყვანი ადგილი მამაკაცებს ეკავათ. ქალის ინკარნაციები იყო შუალედური, მაგრამ დღეს, როცა ქალი სათანადო ადგილს იმკვიდრებს ისტორიულ განვითარებაში, უკვე მზადდება ის დროც, როდესაც სულ უფრო და უფრო მეტს ილაპარაკებენ ქალის ინკარნაციებზე. მაშასადამე ამ პიროვნებაზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ირლანდიური მისტერიების ხელდასხმის საკულტო ცერემონიებმა. ფუძის ფუძემდე შეიძრა მისი სამშვინველი. შეიძლება ითქვას, რომ ამ განცდის წყალობით იგი იმგვარი შინაგანი შთაბეჭდილებებით აღივსო, რომ მთელი მისი სამშვინველით ერთიანად მიივიწყა დედამიწა. შემდეგ გაიარარა ქალის ინკარნაცია, რომელშიც მხოლოდ მის ზოგად მშვენიერ სტრუქტურაში შეიმჩნეოდა წინა ხელდასხმის იმპულსები, იგი კვლავ დაიბადა მე-19 საუკუნეში, როგორც მნიშვნელოვანი პიროვნება, თანაც ისეთი პიროვნება, რომელსაც თავისი კარმის შედეგები განცდილი ჰქონდა სატურნის სფეროში, იმ სფეროში, იმ არსებათა გარემოცვაში, რომელთაც არსებითად არავითარი აწმყო არ გააჩნიათ და მხოლოდ წარსულს შესცქერიან. ისინი არაცნობიერად მოქმედებენ და საკუთარ მოქმედებას აცნობიერებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მოქმედება დასრულდება, ან ჩაიწერება მსოფლიო კარმაში. შეხვედრა ამ არსებებთან, რომლებიც თავის წარსულს თან მიათრევენ როგორც ერთგვარი სულიერი კომეტის კუდს, შემაძრწუნებელ ზემოქმედებას ახდენს და სწორედ ამ არსებებს აწმოსთან, რომ არაფერი აქვს საერთო, მიერქვა პიროვნება, რომელმაც წარსულში მიიღო ხელდასხმა. ამის ძალით ამაღლდა მიწიერ ყოფიერებაზე და გაიუცხოვა იგი. მან ამ არსებებს წარუდგინა თავისი სამშვინველი. მათთან შეიმუშავა თავისი კარმა. და ეს ყოველივე იქ მართლაც ისეთნაირად ხდებოდა, რომ რაც კი ამ სამშვინველს განცდილი ჰქონდა როგორც ხელდასხმულს, მთელი თავისი დიდებულებით ფართოდ აშუქებდა ადამიანის მიწიერ ცხოვრებათა მთელ წარსულს, რასაც ერთვოდ და ერთგვარად ანაყოფიერებდა ისიც,
რაც მან ირლანდიური ხელდასხმის დროს განიცადა. ხოლო როდესაც ამის შემდეგ ეს პიროვნება კვლავ დაიბადა დედამიწაზე, მაშინ კონტრასტის ძალით მასში ამოქმედდა მომავლის იმპულსები, რომელშიც იგი იმჯერად უნდა განვითარებულიყო დედამიწაზე. ამ სამშვინელს სატურნის სფეროდან დედამიწაზე დაშვებისას მზერა მთლიანად წარსულზე ჰქონდა მიპყრობილი, მაგრამ ისეთნაირად, რომ ამ წარსულს ასხივოსნებდა ხელდასხმის ნათელი. დედამიწაზე დაშვების შემდეგ კი მისი განვითარება კონტრასტულად წარიმართა. იგი მყარად დადგა დედამიწაზე, მაგრამ რამდენადაც მისი მზერა ამჯერად მომავლისკენ იყო მიპყრობილი, მან მნიშვნელოვან და ამავდროულად ერთობ გაზვიადებულ იდეებში, იმპულსებში და შეგრძნებებში განვლო ცხოვრება. ამ ირლანდიელი ხელდასხმულისგან წარმოსდგა ვიქტორ ჰიუგო 1802-1885. ასე რომ ადამიანს არსებითად მხოლოდ მაშინ აღვქვამთ. მართებულად, როდესაც გარდაცვალებას და ხელახალ დაბადებას შორის განვითარებასთან კავშირში განვიხილავთ მას. როდესაც ამ მიმართებით ნათელმხილველურად ვჭრეთ ადამიანს, მაშინ ვხედავთ მის მორალურ, რელიგიურ, ეთიკურ თვისებებს. სულიერ შუქჭრილში დანახული პიროვნება გაცილებით სავსეა და მდიდარი. ეს მაგალითები, რომლებიც სულის მეცნიერების მეშვეობით ნამდვილად მთელი სიზუსტითაა მოწმენილი კაცობრიობის განვითარებიდან, ნათელს ფენს ადამიანის ცხოვრებას, სამყაროს ურთიერთკავშირს ადამიანთან. შემდეგი მესამე მაგალითი, თუ კი საგნებს მიუკერძოებლად შევხედავთ, გასაგებს ხდის იმას, რაც სხვა შემთხვევაში ამოუცნობი დაგვრჩებოდა. ჩვენ მართლაც უნდა ვაღიაროთ, რომ კარმიული ურთიერთკავშირების გარკვევა გვიცხადებს იმ უაღრესად მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებიც ჩვეულებრივი შემეცნებისთვის დაფარულია. მოდით მზერა მივმართოთ მისტერიათა კიდევ ერთი სახეობისკენ. ეს გახლავთ დაცემული მისტერიები. თავის დროზე ამერიკაში მათ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მაგრამ შემდეგ ისინი იმდენად დეგრადირდა, რომ ის შეხედულებები, რომლებიც მაშინ გამომუშავდა კულტზე და ამ კულტის მსახურებაზე, სრულ უაზრობად მოგეჩვენებოდათ იმ დიდებულებასთან შედარებით, რაც იქ ადრე აღინიშნებოდა. მაგრამ ევროპელთა მიერ ამერიკის აღმოჩენამდე ეს იგი არც ისე დიდი ხნის წინ. ამ უკვე დაცემულ, ჩხიბაურ დონეზე დასულ მისტერიებში მაინც შემორჩენილი იყო რაღაც იმ ძველი მისტერიების სუგესტურ ძალთაგან. და იმ ხანად იქ ცხოვრობდა ერთი პიროვნება, რომელმაც ამ მისტერიებიდან მიიღო არა მარტო წარმოდგენები, არამედ უშუალო შთაბეჭდილებები ისეთ არსებებსა და არსობრივ ძალებზე, რომელსაც იქ უწოდებდნენ ტაოტელს, კვიტცალკაოტელს და ტეცკუატლიპოკას. ისინი ძლიერ მე ვიტყოდი უწმინდურზე მოქმედებას ახდენდნენ ადამიანზე. ხშირ შემთხვევაში სწორედ ეს გახლავთ დაცემულ მისტერიათა ნიშანდობლიობა. ისინი ეთიკურად მდარე უწმინდურ შთაბეჭდილებებს აღუძრავდნენ ადამიანს. შემდეგ ეს პიროვნება კვლავ დაიბადა როგორც მამაკაცი. მაგრამ მანამდე გარდაცვალების შემდგომ ცხოვრებაში მან განსაკუთრებული ინტენსივობით გაიარა იუპიტერის სიბრძნის სფერო. საუბარია ელიფას ლევიზე 1810-1875 წელს დაბადება და გარდაცვალება. ზეგი ლაპარაკია ელიფას ლევის პიროვნებაზე და აღმოჩნდა, რომ იგი თავის ახალ ინკარნაციაში ქვეცნობიერად ერთობ ძლიერად იყო გამსჭვალული ძველი მისტერიების სუგესტური ძალით და მასში აბსტრაქტულ, რაციონალისტურ, წმინდად გარეგნულ ცნებებში გაცოცხლდა ის, რაც იმ ძველი მისტერიების დაცემულ არსს წარმოადგენდა. ეს უმალ გასაგებს ხდის იმ ამოუცნობს, რასაც ვაწყდებით ელიფას ლევის თხზულებებში მაგიის შესახებ. მართალია იქ უდავოდ არის რაღაც მნიშვნელოვანიც, მაგრამ ამასთან ერთად უხვად არის ისიც, რაც ადამიანს მშვენიერად არყევს, აღვირახსნელობისკენ უბიძგებს და გარკვეული მიმართებით უგუნურების და სიჩლონგისადმი განაწყობს. აქვე მინდა მოვიყვანო ადამიანების კარმიულ ურთიერთობათა ამსახველი ერთი მაგალითი. საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთით
მერვე მეცხრე საუკუნეებში ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელმაც გარკვეულ გარემოებათა გამო ჩემი ყურადღება მიიპყრო. იმ ეპოქაში ჯერ არ არსებობდა მსხვილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები და ამიტომაც ყველა მოვლენა კაცობრიობის შედარებით ვიწრო წრეებში ხორციელდებოდა. იმ ადგილებში, რომელსაც ჩვენ დღეს ჩრდილო აღმოსავლეთ საფრანგებს უწოდებთ, ცხოვრობდა ერთი მეტად ენერგიული პიროვნება. იგი ფლობდა სოლიდურ ქონებას და იმ დროისთვის უჩვეულო უნარით და გაწაფულობით განაგებდა მას. მან კარგად იცოდა, რაც სურდა. მასში შესანიშნავად იყო თანაშერწყმული მიზანსწრაფვა და ავანტიურიზმი. ამით იგი დრო და დრო თავის ხელთქვეითებთან ერთად წარმატებით ახორციელებდა მცირე საომარ თავდასხმებს მეზობელ სამფლობელოებზე. და აი ერთხელ, როდესაც ეს ადამიანი თავისი პატარა რაზმით გაემართა მორიგი საბრძოლო წარმატების საძიებლად, სხვა ადამიანი, მასზე ნაკლებად ავანტიურისტი, მაგრამ არანაკლებ ენერგიული, ყაჩაღურად დაეპატრონა პატრონის გარეშე დატოვებულ მის მამულს და მთელ მის ქონებას. დღეს ეს გაოცებას იწვევს, მაგრამ იმ დროს ასეთი რამ ხდებოდა, როდესაც პატრონი შინ დაბრუნდა, იგი უცოლო იყო. მან ვერ შეძლო საკუთარი მიწა-წყლიდან გამოეძევებინა მისი ავლადიდების მომტაცებელი. რადგანაც ეს უკანასკნელი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, მას უფრო მეტი ხალხი, მეტი მებრძოლი ყავდა. რაღაც იზამდა, მართალი ავანტიურისტი იყო, მაგრამ ახალი საცხოვრებელი ადგილის ძებნა არ შეეძლო და ყველა უბედურებასთან ერთად იძულებული გახდა თავის მხლებლებიანად, თავისსავე მამულში ყმად დადგომოდა ახალ მეპატრონეს, მას ვინც დაარბია და გაძარცვა იგი. მათ ვინც ადრე იყვნენ ფეოდალები და იქცნენ ყმებად, ერთობ უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ თავიანთი სუვერენებისადმი. იქაურ ტყეებში ღამღამობით ხშირად ნახავდით აგიზგიზებულ კოცონთან მოყრილ, თავიანთი ჩაგვრელების წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობის სურვილით გულანთებულ ადამიანებს. ყმად ქცეული, დამონებული ადამიანები თავის ცხოვრებას ავსებდნენ იმით, რომ წართმეული ქონების დაბრუნების გეგმებს ახავდნენ. მათი სამუშაოც ეს იყო. გავიდა დრო და ამ ორმა ინდივიდუალობამ გაიარა სიკვდილის კარი. განვლო სულიერ სამყაროში ყველა ის სტადია, რასაც ადამიანი გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის გადის. და მე-19 საუკუნეში კვლავ მოევლინა დედამიწას. ის, ვისაც ოდესღაც წაართვეს სახლი და მონად აქციეს, დაიბადა როგორც კარლ მარქსი, უახლესი სოციალიზმის ფუძემდებელი, ხოლო ის, ვინც მას წინა ინკარნაციაში მთელი ქონება წაართვა, თავის ახალ ცხოვრებაში მოვიდა როგორც ენგელსი, მარქსის მეგობარი. ამგვარად მათმა წარსულმა ურთიერთმიმართებამ გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ხანგრძლივი ცხოვრების პერიოდში ადრე ნამოქმედ არის კომპენსაციისადმი მისწრაფება დაბადა. წაიკითხეთ, რა ხდებოდა მარქსსა და ენგელს შორის. წაიკითხეთ ყოველივე ის, რაც მარქსის განსაკუთრებულ სულიერ კონფიგურაციას ასახავს. შეაპირისპირეთ ეს იმასთან, რაც ზემოთ ითქვა, რაც ამ ორ ინდივიდუალობას შორის გათამაშდა მათი წინა ინკარნაციის პერიოდში, მერვე მე-9 საუკუნეებში. და მაშინ კარლ მარქსის და ფრიდრიხ ენგელსის ყოველი ფრაზა, მე ასე ვიტყოდი, ახალ შუქში წარმოგიდგებათ. თქვენ აღარ გექნებათ საქმე აბსტრაქციებთან. თქვენ აღარ იტყვით, ისტორიულად ეს განპირობებული ამით და ამით, ხოლო ეს კიდევ რაღაცით და ასე შემდეგ. არამედ თქვენ დაინახავთ ადამიანებს, რომლებსაც შემდგომ ეპოქაში გადააქვთ რაღაც ისეთი, რაც მართალია თავს იჩენს სრულიად სხვა ფორმით, მაგრამ მაინც ინარჩუნებს ადრინდელთან ერთგვარ მსგავსებას. ცხადია, რომ მერვე მე-9 საუკუნეებში კოცონთან თავმოყრილი ადამიანები სხვაგვარად ლაპარაკობდნენ ვიდრე მე-19 საუკუნეში, როდესაც ქმნიდა ჰეგელი, როდესაც ცდილობდნენ ყველაფრისთვის მოერგო დიალექტიკა. მაგრამ ერთხელაც შეეცადეთ წარმოიდგინოთ მე-9 საუკუნის ჩრდილო-დასავლეთის საფრანგეთი. წარმოიდგინეთ ტყეში თავშეყრილი შეთქმულები, წყევლა კრულვით და ლანძღვა გინებით გაჯერებული მათი ტექსტები. შემდეგ ეს ყოველივე გადაიტანეთ მე-19 საუკუნის მათემატიკურ დიალექტიკურ მანერაში და თქვენ მიიღებთ იმას, რაც უწერია მარქსსა და ენგელს.
მსგავსი საგნები გვაშორებს უბრალო სენსაციას, რაც ადვილად შეიძლება დავუკავშიროთ რეინკარნაციის კონკრეტულ მიმართებებს და ისტორიული ცხოვრების გაგებაში გვაკვალიანებს. ყველაზე უკეთ შეცდომებისგან თავს დავისვევთ მაშინ, როდესაც თავიდანვე უარყოფთ ორიენტაციას სენსაციებზე და არათუ უბრალოდ ვინდომებთ რაიმე გავიგოთ რეინკარნაციაზე, არამედ შევეცდებით ცალკეულ ადამიანთა განმეორებული მიწიერი ცხოვრებებიდან ამოვაცდინოთ ყოველივე ის, რაც ისტორიულ ქმედობაში კაცობრიობის სიხარულსა და მწუხარებას უკავშირდება. სადაც არ გაიხედავთ, ირგვლივ ყველგან ცხოვრების იდუმალებები იხსნება იმ ურთიერთკავშირების მეშვეობით, რომლებზეც არა აბსტრაქტულად, არამედ სავსებით კონკრეტულად მიგვანიშნებს ანთროპოსოფია. მაგრამ წარმოიდგინეთ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რომ საიქიო ცხოვრების ეს ჭეშმარიტი აღწერილობანი თქვენ ისე აღიქვით, რომ თქვენი სამშვინველი არც კი შეტოკდა. ვერ შეიგრძნო მშვინვიერი სითბო და სხივიერება. განაერთნაირია ადამიანების ცხოვრება დაბადებიდან გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ, როცა იგი ჭეშმარიტად მშვენიერი, შინაგანი ძალით ეძლევა ჩვენს მიერ აქ აღწერილ ზეგრძნობადი ცხოვრების თადარიგს. თვალს აღაპყრობენ ზეცას და იტყვიან, ჩვენ ვეშვებით ზესამყაროებიდან და თან მოგვაქვს ფიზიკურ სამყაროში ის, რაც განვიცადეთ ღმერთების გარემოცვაში. თეორიულად ამის გაგება არც ისე მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანად შეიგრძნო საკუთარი თავი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ზემო აღწერილი კოსმიური სფეროებიდან დედამიწაზე ფიზიკურ გრძნობად სხეულში შემოსული ადამიანები, უნდა გავხდეთ ღირსი იმისა, რაც ჩვენთან ერთად ზეგარდ მოეშვა. თუ კი ამგვარად, შემეცნებული ნებელობის შინაგანი იმპულსი მოგვიწოდებს ვიყოთ ღირსეული მატარებელი ჩვენი გარდაცვალების შემდგომი მშვენიერი ცხოვრებისა, რომელიც წინა უძღვის მიწიერ დაბადებას, მაშინ ის, რასაც ასწავლის ანთროპოსოფია, უშუალო მორალურ განცდად იქცევა. მორალური იმპულსების ამგვარი გაძლიერება არის ანთროპოსოფიის არსებითი ასპექტი. მე მწამს, რომ ეს ტენდენცია შესაძლოა იმ აღწერილობამაც აღძრას, რაც ამ სამ ლექციაში იქნა გადმოცემული. ადამიანის ფიზიკური მიწიერი ცხოვრება სიკვდილით სრულდება. იმ ადგილზე, სადაც ადამიანი ცხოვრობდა, სიკვდილი ტოვებს არაფერს. მაგრამ ის აღწერილობები, რომლებიც ჩვენ ძალგვიც მოვიპოვოთ ზეგრძნობადი სამყაროდან, ამ არაფრის მიღმა აღადგენს ღმერთების ღვთაებრივ სამყაროს და ადამიანი აღწევს შეგნებას. ასეთ შეგნებას ორი წერტილი. იქ, სადაც არაფერმა ზღვარი დაუდო მის ფიზიკურ ცხოვრებას, იგი მოიკრებს ძალებს და დაიწყებს მუშაობას თავის ახალ ფიზიკურ სხეულზე. ეს იძლევა ძლიერ რელიგიურ იმპულსს. რეალურ რელიგიურ იმპულსს. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ანთროპოსოფიიდან აღმოცენდება კოსმიური ცხოვრების და ამასთან ერთად ადამიანური ცხოვრების ხატსახე. ანთროპოსოფიის მეშვეობით მკვიდრდება მორალური და რელიგიური იდეალები. ეს სამი ლექციაც სწორედ ანთროპოსოფიის ამ შინაარსის გახსნას დავუთმეთ. დასასრულს მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმაზე, რომ ჩვენ შორის უნდა იდგეს ცოცხალი ანთროპოსოფია, არსობრივი ანთროპოსოფია და როდესაც ჩვენ გვმიჯნავს სივრცე, სულში ჩვენ მაინც ერთად უნდა ვიყოთ. ჩვენი აზრები იპოვიან ერთმანეთს და ჩვენ მართლაც ერთად ვიქნებით, რამე თუ ანთროპოსოფიის მეშვეობით, ზეგრძნობადის განხილვის მეშვეობით, ჩვენ მოვიპოვებთ ის გაგება, რომ პიროვნებებს, რომლებიც ანთროპოსოფიამ შეაკავშირა, ყოველთვის შეუძლიათ იყვნენ ერთად მშვენიერად და სულიერად. ამიტომ მოდით ეს ლექციები, წაკითხული ანთროპოსოფიული საზოგადოების წევრებისთვის, დავასრულოთ ასეთი სიტყვებით. ჩვენ, მე და თქვენ, სივრცისმიერი დროის რომელიღაც მონაკვეთში ერთად ვიყავით. ჩვენი ძლიერი სურვილია კვლავ ერთად ვიყოთ სულისმიერად. ამით ნება მიბოძეთ დავასრულო ჩემი მიმოხილვა.